მოგესალმებით მეგობრებო. გამარჯობა. ცოტა ახალი სიახლეები ვართ. ცხელი სიახლეები უბრალოდ. მოკლედ, როგორც ხვდებით, ახალი ოჯახის წევრი გვყავს. მოდი შევხედოთ. ჯერ პირველ რიგში სანამ ვიდეოს დავიწყებთ და შევახურებთ, მინდა რომ დააპაუზოთ ვიდეო და კომენტარი დამიწეროთ თქვენი აზრით რა მოტოციკლეტია, რას ფიქრობთ რა მოტოციკლეტს ვიყიდი მეორე მოტოციკლად. დააპაუზეთ, დამიწერეთ კომენტარი და გავაგრძელოთ. მოკლედ, ეს ჩვენი საყვარელი ZX-10. ხოლო ეს მოდი ახლა სადმე დავდებ კამერას და ვეცდები ისე გადავიღო. მოკლედ მეგობრებო, ეს არის ჩვენი ახალი Kawasaki KLX 300 SM. მოკლედ როგორც ხედავთ, ახალი ოჯახის წევრი გვყავს. წამოხა გავიაროთ. თან ცოტა გამოვიაროთ აპკატკა ნელ-ნელა მოვცვითოთ და თან გზაში ვილაპარაკოთ ამ ლამაზმანის შესახებ. ჩემი აზრით უფრო საინტერესოა თვითონ პროცესში გადაღება, ვიდრე ესე დგომა და დიდხანს ლაპარაკი. ეს სანახავი არაფერი არა, ეს არ არის რაღაცა განსაკუთრებული სტილის მოტოციკლეტი. ამას ჯობია გზაში ვილაპარაკოთ ამას. მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ. რა ლამაზი კედლის ნახატები იყო და აქაც რა კარგი. როგორც ხედავთ, დღეს Kawasaki KLX 300 SM ვიყიდეთ და ამის შესახებ უკვე ნახეთ დაწყება. მინდა რომ მოძრაობაში გაჩვენოთ მოტოციკლი. გზად აქამდე სანამ მოვედი, ძალიან ლამაზი რაღაცეები ვნახე კედლებზე დახატული და მე ხატვისგან ძალიან შორს ვარ. თუმცა სხვათა შორის რაც აქ ჩამოვედი ნიუ-იორკში, ძალიან შემიყვარდა ეს კედლებზე ნახატები რა და აქ არის ძალიან პოპულარული, ძალიან პოპულარული და ეხლა გზად გადავწყვიტე რომ მოდი ესე ვქნათ. თან ვიაროთ, თან ვისაუბროთ ამ მოტოციკლზე და თან მინდა რომ ესეთი ლამაზი და კარგი და გენიალური ნახატები დაგათვალიერებინოთ რა. თან შიგადაში რა თქმა უნდა მოტოციკლებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, მოტოციკლით დაიწყო ეს ვიდეო. ნახეთ პროსტა რა ლამაზია რა ნახატია, შედევრებია. Cool, right? Yeah, whoa. Yeah. ძალიან პოპულარულია აქ ესეთი ნახატები, აი როგორც ხედავთ, კედლებზე, შენობებზე,
ყველგან და ყველაზე ის რაც არის ლეგალურია. აბსოლუტურად ლეგალურია, გამოყოფილია ადგილები, სადაც ნახეთ პროსტა რა ნახატებია, ნახე. არ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ GoPro ახერხებს და გადმოსცემს ამ ყველაფერს. ეს არის კულტურა რა, როგორ არის იცით აქ ვილიამსბურგში ადგილები არის გამოყოფილი და ტურისტებიც კი დაყავთ რა გიდებს აქ რომ ეს ნახატები აჩვენო. ოღონდ რაშია საქმე, ეს ნახატი აქ სულ არ იქნება რა. რაღაც პერიოდში ერთხელ მოდიან და ახალ-ახალს ხატავენ რა. აქ თავიანთი პროკავშირი ყავთ ეთყობა თუ რავი რაც ქვია, ნახე რა მაგარი. და ახალ-ახალი ნახატები იჩითება რა. აი ხალხი მოსულია უღებს, ეს არის გიდი, აი კაკრას დაემთხვა ძალიან იდეალურად. გიდია მოსული თავისი ტურისტებით რა და აჩვენებს ამ ნახატებს. ამ ნახატს ეხა ესე ხო ხედავთ, ამ ნახატს რაღაც პერიოდის მერე მოვა კამანდა და გადახატავს. ოღონდ ეს რაღაც რა თქმა უნდა შეთანხმებულია იქ თავიანთ საზოგადოებაში და ისე კეთდება ეს ყველაფერი რა. ულამაზესი. და ესეთი არის აი მილიონი, აი არ ვიცი რამდენია ვერ გეტყვი. Hello. ესეთი არის, აი არ ვიცი რამდენი რა. თან ორი სიტყვით მოტოციკლზეც რა გითხრათ ხა დიდი რაღაცა მეთქი. მოგატყუეთ ჯერჯერობით აბკატკაზია როგორც ხვდებით. ბავშვის სკეიტბორდზე მოწყენილი. სულ რაღაც 300 cc-ია, რაც ნუ საბავშვო გასართობია. ახი რა მაგარია ბიჭო, რა ლამაზია შეხედით. არასდროს აი აქ ცხოვრობ რა და რამდენჯერ მაქვს ნანახი ეს ყველაფერი ვერ აგიხსენებთ, მაგრამ არასდროს არ მოგბეზდება რა, აი ყოველთვის საინტერესოა რა, რამდენჯერაც არ უნდა მოხვიდე, იმდენჯერ გაგაოცებს და იმდენჯერ კმაყოფილს დაგტოვებს რა. შეხედეთ просто. მოკლედ მეგობრებო, დავიწყეთ მოძრაობა ჩვენი KLX 300-ით. სარკეები პირველივე წამს, პირველივე რაც მოხსენი სარკეები იყო. აფკატკაზე ვარ ჯიგარო, ვილიო მანიშნა, მაგრამ აფკატკაზე ვარ, რა ვქნა. ვერა, ესვიდა, მაგრამ ვერა. სულ რაღაც არ ვიცი ჩასწორა ვიდეოში 21 მილი გვაქვს ხა უკვე გავლილი. დილერიდან სახამდე დაჟე იმით მოვიყვანე, რა ქვია. იუჰოლის მარშრუტკა ვიქირავე და იქ ჩავტვირთე, რომ პატარა ძრავია რა და დიდ აბაროტებზე, დიდ ბრუნებზე მუშაობა სასურველი არ არის რა ამისთვის რა. სანამ რაღაცა პერიოდს მაინც არ გავივლის აფკატკას რა. მინიმუმ მინდა რომ რავი ერთი ბაკი ბენზინი მაინც დავცალო, რომ მერე დავუწყო ჩხიტინი. აფკატკის გავლის მეთოდი აქ ესეთია რა, რომ აფკატკის გავლის მეთოდი აქ ესეთია, რომ უნდა გაიარო 250 მილი 4000 ბრუნამდე, მერე კიდე 150 თუ 200 მილი 6000-მდე, მერე შეგიძლია საშუალოდ იარო, ანუ სადღაც 8-მდე და მერე 600 მილის მერე თავში გვაგიხლიაო, მაგრამ როგორც გავერკვიე, აფკატკის გავლის კიდევ ერთი გზა არსებობს. ოღონდ იმ შემთხვევაში ნუ გარანტია მაინც და მაინც თავს არ იგიჟებს, თუმცა ნუ ამ მნიშვნელობა აქვს რა. დავქოქე მოტოციკლეტი, აი ვენტილატორის ჩართვამდე კარგად გავაცხელე, რომ
პორშინი და კოლიცოები და კლადიშები და ყველაფერი იმ ტემპერატურამდე მისულიყო, რა ტემპერატურამდეც უნდა მივიდეს. და მე გავაციე. მე ისევ გავაცხელა, ისევ გავაციე. ისევ გავაცხელე, დაახლოებით 3-ჯერ მაინც უნდა გააკეთო ეს რა. და ამ ყველაფრით, ასე თუ ისე მოცვითავ ძირითად მოსაცვლელს, რაც ასე ვთქვათ რა. მე ნელა რა თქმა უნდა ერთიანად ვერ მიაძაღლებ რა გენანება შენ თვითონ რა გამოყავს და ახალი რო არის მოტოციკლეტი გენანება რა რომ ეს მიზაღლებითია რო და გაურისკო რა. მეორაც რო ყიდულობ იმას უკვე გავლილი აქვს ეგ ყველაფერი და ეგ არ გაწუხებს და შენი პრობლემა არ არის რა. მოთავებულია უკვე საკითხი უმეტესობა მოტოციკლეტებზე და ჩვენ შემთხვევაში არც ამ და არც ZX-10-ის და არც ZX-6-ის არ იყო მოთავებული და ჩემი გასავლელი გახდა ეს ყველაფერი ავკატკები და ამიტომ მივედი იქამდე რომ ZX-ს მაინც გავატარე რო არ მოგატყუოთ ავკატკა. ZX-6 არ გავატარე თქვა ეგრე 300 მილი გავიარე ავკატკა და მე ვაძაღლე ZX-6 და ამას ალბათ 300 მილსაც არ გავატარებ რავი ერთი 100 მილი თუ გავატარე, კაი ბიჭობა რა მადლობა თქოს. მე ესე ვთქვათ და არ მაქვს განხილვა და უბრალოდ განხილვა კი მაქვს, მაგრამ ესე არ საუბრობ მოტოციკლებზე რომ აი შრალი წონა რა აქვს და რა არ აქვს და სველი წონა რამდენია და მაქსიმალური სიჩქარე და ეს არ არის რა ჩემი განხრა, ამიტომ ამაზე ხა საუბარს აზრი არ აქვს. ერთ რასაც ვიტყვი რომ არის 300-იანი ძრავით, რაც არის ძალიან პატარა, ვიცი. ალბათ ყველას გაუკვირდა რატო ვიყიდე ეს მოტოციკლეტი, ყველას თუ არა ბევრს მაინც გაუკვირდა. მოკლედ ამ მოტოციკლეტის ყიდვის მიზეზი გახდა ის რომ მეორე მოტოციკლს რო ყიდულობდი, ფიქრობდი უფრო ვიწევდი AX400-ისკენ, Ninja 400-ისკენ, AX ოღონდ Z არა. AX400-ისკენ და ვიწევდი AX-ისკენ იმიტომ რომ ტრეკზე მინდოდა სიარული მაგბაიკით რა. ტრეკისთვის გავამზადებ მეთქი და ვივლი რა. გავამზადებ რა იდეაში ქალაქის პლასმასებით მინდოდა რომ ტრეკზე მევლა, რადგან ამ ჯუნგლებში გარაჟი არ მაქვს. შესაბამისად პრინციპი არ მყავს და რომ მყავდეს ვერსად ვერ გავაჩერებ პრინციპს. მომპარავენ მეორე დღესვე. ამიტომ ესე გადავწყვიტე რომ ტრეკზე მეთქი ბაიკით მივალ, მაგრამ მე უკვე კარგად რომ მოძებნე ტრეკები გარშემო, ჩემს გარშემო 3 საათი, 3 საათნახევარი მაინც მინდა რომ ტრეკა უნდა მივიდე. რაც ძალიან დიდი დროა რა, აი ძალიან დიდი დროა. 3 საათი ტრეკზე რომ მიდიხარ, იქ ტრეკზეც უნდა იარო. და მე 3 საათი მინიმუმ იძახი, ხა 3 საათში ვეღარ წამოყვალ იქი და დაღლილი იქნები. გაჩერება გინდა, საწვავი გინდა, ჭამა გინდა, რავი, ადამიანი ხარ, ტუალეტში გინდა ბოლო-ბოლო, ხო? ხო. რავი, და მთელი დღე რომ მოტოციკლზე ზიხარი ტრეკზე, რავი, აღარ გინდა რა, აღარ წავა რა, ერთხელ შეიძლება წავიდე და მეორე და მესამედ აღარ წავიდოდი რა, რავი, დამეზარებოდა რა, მთელი დღე მოტოციკლები ტრახ-ტრახი, რავი, 3 საათი და 4 საათი რომ გზაში ხარ კიდე იქრისი მაქნისი იქნები ტრეკზე, ეგეც კიდე ცალკე საკითხია რა. That's so cute. ამიტომ ვერ ვიფიქრე ცოტა, მოვიფიქრე ესეთი რაღაცა, რომ მოდი მეთქი ვიყიდი რაღაცა ისეთ, რაც იქნება ბიუჯეტური შედარებით. იქნება გამძლე შედარებით და ქალაქისთვის მორგებული.
ამ ჯუნგლებისთვის სხვა სუპერმოტოები უფრო დიდი ძრავით, რა თქმა უნდა უკეთესია. თუმცა მე ეს ვარჩი რა, ვარჩიე როგორ დიდ ძრავიანებს მაგალითად KTM-ს და Husqvarna-ს და მაგათ კი არა ვარჩიე, უბრალოდ საბანი იქამდე დავიფარე სანამდე ეს მომწდა. მაგ შემთხვევაში კი მინდოდა, მაგრამ ვერ რა ამ ეტაპზე მაგას ვერ გავწევდი და ან არაფერი ამ ყველაფერს და უარაფროდ მოტოციკლეტად დარჩენას ვარჩიე რომ მეთქი ამას ვიყიდი, აქ ძალიან პოპულარულია სხვათა შორის ამერიკაში Suzuki. იგივე კლასში რა, ამ კლასში მაქვს საუბარი რა თქმა უნდა რა. ძალიან პოპულარულია მართლა რა, რავი. უმეტესობა შავებს ყავთ და ვილიზე დადიან ქალაქში ისე რომ რავი რა, ძალიან უყვართ რა. ნაყიდი არა გაქვს მოყვარავენ და უკვე დარბიან გიჟებით რა. შესაბამისად ხო, ეს მოტოციკლეტი ნაკლებად პოპულარულია ამერიკაში ამის გამო. კიდევ იმის გამო რომ ხო რა, ეხლა ლოგიკურად რომ მიყვეთ ის ამას ჯობია, მაგაზე ორი აზრი არ არის. უბრალოდ ის კარბურატორია რა და ეს კიდე სპრისკია და მე კარბურატორთან არ მაქვს კარგი ურთიერთობა. მოტოციკლეტს რო ვყიდულობ თუ იმის თავი არ მაქვს რომ რაღაცა მინიმალური სერვისი მაინც მე თვითონ გავაკეთო, მინიმალური სერვისი, მაშინ არ ვიყიდი რა. ამას კიდე რავი რა უნდა დაჭირდეს ახლა რომ მე ვერ გავაკეთო რა და კარბურატორთან ფიზიკურად არა მაქვს რა გამოცდილება, არ ვიცი რა, არასდროს არ მიმუშავია კარბურატორზე და რავი რა, ყოლია კარბურატორი მოტოციკლეტი, ყოლია კარბურატორიანი მანქანა, მაგრამ რავი რა, აღარ მინდა რა, ვიცი კარბურატორის პრობლემები და მაგის ჟიკლიორები და რეგულირებები და არ მინდა რა. ამიტომ გადავწყვიტე რომ სპრისკი მირჩევნია, ესეც ერთი ცილინდრია, იცის ერთი ცილინდრია. ქალაქისთვის ვიწრო ქუჩებში აქ რაღაც ადგილები არის, სადაც რაღაცების კეთება შეიძლება და მაიმუნობა, ეხლა სადაც სხვები რისკავენ და ვილით დადიან და პოლიციას იკიდებენ და მე არის დამიჭირე გამიშვი. მაგას მე არა, მე მაგას არ ვიზავ. აქვს ადგილები დაახლოებით სადაც შემიძლია რომ ამ მოტოციკლეტით რაღაცეები ვიმაიმუნო და იქ ვიმაიმუნო. 1000-იანით იქ ვერ იმაიმუნებ, გამორიცხულია ფიზიკურად რა, 1000-იანს ცოტა არა, სხვა აჩქარება აქვს. 1000-იანს სხვა მანძილი ჭირდება. ჩემ ლეველზე, ყოველ შემთხვევაში იმ ლეველზე, რა ლეველზეც მე ვარ, ეხლა 1000-იანი თვილი რო ვაკეთო, სულ სხვა ტერიტორია მჭირდება რა, ეხლა ვიღაცას ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს და იმან ის რა თქმა უნდა ჩემზე უკეთესად ატარებს და რა თქმა უნდა ჩემზე ნაკლები მანძილი დაჭირდება და მაგაზე ორი აზრი არაა, მაგრამ მე ჩემი სკილების პატრონს მევრად დიდი მანძილი მჭირდება რომ უსაფრთხოც ვიყო, იმიტომ რომ მე არა ვარ სტანტერი, მე უბრალოდ ჩემი რაღაცა მაიმუნური რაღაცები ვიცი და ამის ფარგლებში ვტრიალებ. ამიტომ ხო რა საბოლოო ჯამში ეს Thank you brother. საბოლოო ჯამში ეს მოტოციკლეტი ვარჩიე რა. ვიცი რომ ძრავი არა რაღაცა გასაგიჟებელი, თუმცა ვილიზე სავარჯიშოდ პატარა მოკლე ქუჩაზე, ვილიზე სტოპზე და ესეთ რაღაც მაიმუნობებზე საკმარისზე მეტია რომ ივარჯიშო რა, გეყოფა რა. რაღაცა ლეველამდე მიხვალ, ჩემ თავს განვავითარებ, მე არა ვარ ის რომ რაღაცა იძმაო ეს, მოდი აქედან წავალ რა. რატომღაც გული მიგზნობს რომ აქ ტყუილა პრობკა და ესე დავიდე მირჩევნ. მე ვიცი მე შემიძლია, ვფიქრობ რომ შემიძლია. სიგნალიც გვაქვს. მე ვფიქრობ რომ შემიძლია შევაფასო ჩემი შესაძლებლობები სწორად და
კი მე ადრე კიდე უფრო მეტი შემეძლო და მეტი სკილი მქონდა და უკეთესად დავდიოდი, თუმცა იმის მერე გავიდა წლები გავიდა მოტოციკლეთის გარეშე. კი ბატონო, ეხლა მყავს მოტოციკლეტები, მაგრამ და აქამდე მყავდა, მაგრამ ეს კონკრეტული რაღაცეები, რის გაკეთებას მინდა და რის გაკეთებასაც ვაპირებ და ვფიქრობ, არ მიკეთებია არც იმ მოტოციკლეტებზე რა, მაინც და მაინც რა, ეხლა ემტანოლში ვიხსენებდი ვილის რა. და სტოპი ერთხელ დავაპირე და კინაღამ გავხუხდი ცხვირით და ეხლა რავი რა, ZX-ზე სტოპს საერთოდ ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ABS-ი აქვს და კი ABS-ის გათიშვა შემიძლია, თუმცა რავი რა, მაგდენი ჩალიჩი და ჰაი და ჰუი არ მინდა რა. პლუს რო რაღაცა მოხდეს შეუცდომელი, არავინ არა ვართ იდეალური, არავინ არა ვართ, რო რაღაცა მოხდეს ZX-ი წაქცევა დამიჯდება 2 მოტოციკლეტის ფასი რა. ამით კიდე წავიქცევი და რავი, ერთი დალევის ფასი არ დამიჯდება ამის გაკეთება რა. ამ კატკასაც კიდე ვიძახი, იმიტომ ვატარებ, რომ მენანება პროსტა რა, მართლა მენანება რა, რომ იმას ვქნა რა. პირდაპირ ჩავაძაღო ეხლა რავი რა. ჩემია სვიცი ხო არა და ეს ხო არა. ჩემი მტრის ხო არა, ჩემი საკუთარი მოტოციკლეტია, რომელიც რავი, სულ ახალი ვიყიდე და სურვილი მაქვს რომ მოუვარო და მოუფრთხილდე რა. ნუ მართვას რაც შეეხება, მოდი ეხლა მართვაზეც ვილაპარაკოთ ცოტა. მართვას რაც შეეხება ძალიან კარგი სამართავია, ნუ ეს ალბათ არც არავის არ გაუკვირდება, ჩუსტივით არის, იმიტომ რომ ძალიან მსუბუქია. პატარა ძრავია, ერთი ცილინდრია, ისეთია რა. სამაიმუნო მოტოციკლეტია რა. ისეთი მოტოციკლეტია, რომ აი როგორ გეტყვი, ნომერიც კი ზედმიკეთია ქალაქში რა. იმიტომ რომ რავი, იგრძნო რა, სიჩქარეს უფრო გრძნო და ხვდები და იმას იზავრო, აჭარბებ და არ გაგექცევა რა. ZX-ზე არის და 10 და 35-ზე მისვლა ერთია და ეს ეგრე არ არის რა. ეს ეგრე არ არის, ამიტომ ნუ ხო რა, საკმაოდ ისეთია. ადვილად დასამორჩილებელია, დამწყებებისთვის ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება. იმიტომ რომ სულ აი გაზის იმაზე ჩამოეკიდო ზედმეტი არ მოგივა რა. გაზზე რო დაეკიდო და ისე დაადგა ზედმეტი არ მოგივა, ვერ მოგივა რა. ვილიც ეხა ამაზე რო გააკეთო, უნდა მოინდომო, თორე აი ესე რო გითხრა, დავატკი და ცხვირი წამომიწია ჩემი ფეხები, ცხვირი წამომიწია, არა იხვის თომა და ვარჯიში და ცხვირის აწევა თუ გინდა, გამოდა სკუტერებით დადი ცხვირაწეული და ეხა შენ სივლი რა. აბა ეს ზუსტად მაგ შემართებით იმას ვქენი, რომ აბსოლუტურად შესაძლებელია პირველი, მეორე და დაჟეგული თუ მოინდომებ და კარგად ივარჯიშებ მესამე სიჩქარითაც ცხვირაწეულმა იარო რა. და ისეთი სკილების და ისეთ ხასიათზე დასაყენებელი მოტოციკლეტი მინდა რა. და Suzuki სხვათა შორის უფრო სახასიათოა მაგ ამბავში, სიმართლე რო ვთქვათ. იმიტომ რომ უფრო მაგარი ხმა აქვს, უფრო იმხიარულებ რა, იმით რომ დადიხარ რა, მაგაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ რავი რა, მე ხლა ცოტას ეს ვარჩიე. ხმასთან როგორ არის, კი Suzuki უფრო კარგია, უფრო ხმაურიანია, მაგრამ ჩემ მეზობლებს ZX-ის ხმაც ეყოფათ რა. და დარწმუნებული ვარ, რომ ვაფშე არ აქვს სურვილი მეორე ღრიალა მოტოციკლეტის მივაყენო. ღრიალაცაა და ღრიალაც, ის ღრიალაც არაა რა, ეს ერთ ცილინდრიანი მოტოციკლეტებს როგორი ხმაც აქვს, კარგად იცით ეხა.
ბზუის და რავი რა მოკლედ ცხელი როგორც იქნა მოტოციკლეტი არ არის ამ სიცხეში საცობში დავდივარ და თა როგორი ამინდია იცით ვიდეო რო იწყება შეამჩნევდით რომ სველია ასფალტი წვიმდა იწვიმა რომ გამოვედი და გადაღება დავიწყე ახალი გადაღებული ქონდა წვიმა და გზაში ეს სიარულში და პროცესში გაშრა რა აი ესეთ ლამაზ ნოტაზე დაგემშვიდობებით ჩვენი კავასაკით მედია მოგეწონათ ვიცი დიდი არაფერი დიდი ვერაფერი საღოლჯიგარო დიდი შეიძლება ვერაფერი შემოგთავაზოთ თუ რამე ექშენს ელოდებოდით ამ ვიდეოში თუმცა გამიხარდა რომ ვიყიდე გამიხარდა რომ ახალი რაღაცა შევუმატე ჩემს მოტოკოლექციას მიხარია რომ ახალი გამოცდილება შევუმატე კიდევ და მივიღე და რავი ეცადე გამეზიარებინა ეს ყველაფერი თქვენთვის და იმედია ასე თუ ისე თქვენამდე მოვიტანე მადლობა ყურებისთვის მადლობა რომ დამითმეთ დრო კარგად